ფერადი დღე მშვიდობისა. რა უნდა გაითვალისწინო იმისთვის, რომ შენი კარიერა უფრო წარმატებული იყოს და რას აკეთებ არასწორად, მოკლედ ესე რომ ვთქვათ. პირადი კონსულტაცია არის ფასიანი, უნდა ჩაეწეროთ წინასწარ და მომწერეთ თუ ვინმე სურვილი გაქვთ და გაინტერესებთ, და გავიწყდეთ კომენტარის დატოვება იმისთვის, რომ ნახოთ, რამდენი ადამიანი უყურებს, რამდენად რეზონირდება, ვის მოსწონს და რომელ არკანს ირჩევთ. მოკლედ დავიწყოთ. პირველი რა გჭირდებათ, რა უნდა გაითვალისწინოთ კარიერასთან დაკავშირებით. მთავარი რჩევა რა იქნება პირველი, მეორე და მესამე. ამავდროულად ნახოთ, რას უნდა მოერიდოთ, რა არის პრობლემა, ესე ნახოთ ეს პრობლემა რა არის და როგორ უნდა მოგვარდეს, რა უნდა გაითვალისწინოთ, რა იქნება რჩევა და ასე შემდეგ. დავიწყოთ. თუ აირჩიეთ პირველი. თუ აირჩიეთ პირველი, მინდა გითხრათ, რომ თქვენს პარტნიორთან, კარიერულ პარტნიორთან ურთიერთობაში რაღაც პრობლემები შეიძლება იყოს და გულისხმობდეს იმას, რომ სხვადასხვა ვარიანტი შეიძლება გქონდეთ, ორი არჩევანი შეიძლება გქონდეთ და არ იცოდეთ პირველი ჯობია, რაც უკვე შეჩვეულია, რასაც დიდი ხანი ააკეთებთ, თუ რაღაც სრულიად ახალი, რომელიც ახალ ემოციებთან, ახალ ნაბიჯებთან არის დაკავშირებული და არ იცით, რომელი გზა უნდა აირჩიოთ იმისთვის, რომ წარმატებული იყოთ. ვფიქრობ, ძველ რაღაცებს თავი უნდა დაანებოთ და აღწიოთ კიდევაც, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ხანდახან საკუთარ თავს კარგავ იმისთვის, რომ სხვას კომფორტი შეუქმნა და ეს არ არის თქვენთვის კომფორტის, ესე ვთქვათ, ზონა და ეს პირიქით ხელს გიშლით განვითარებაში, ხელს გიშლით თანხის გამომუშავებაში და ყველაფერში ერთ ადგილზე ყინავთ, ესე ვთქვათ. კარგი იქნება თუ რაღაც პატარა დროს, ესე ვთქვათ, აიღებთ, მიცემთ საკუთარ თავს და რაღაცნაირად ეცდებით, რომ ეს ყველაფერი გადახარშოთ, დაფიქრდეთ, თქვენს კითხვებზე პასუხი გასცეთ და ახალ კარიერულ ნაბიჯებს შეუდგეთ იმისთვის, რომ უფრო მეტად წარმატებული იყოთ. ვიღაც ძალიან ახლობელი ადამიანი დაგეხმარებათ რაღაცაში, თუ ვინმე რაიმე ესე ვთქვათ, ახლობელი შემოგთავაზებთ რაღაც ახალ ნაბიჯებს დათანხმდით ამ ყველაფერს და გადადგეთ ეს ნაბიჯები, იმიტომ რომ წარმატებული იქნება, ცვლილებები იქნება ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი თქვენთვის. რაც შეეხება მეორეს, თუ აირჩიეთ მეორე, ამ შემთხვევაში რა ხდება? ვნახოთ, აქ გადაწყვეტილების მიღებასთან მიყავხართ დაახლოებით იგივე სიტუაცია აქაც. არსებობს ადამიანი, რომელიც ყველაფერს გთავაზობს და გეუბნება, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თქვენი კარიერა წარმატებული და ძალიან კარგი იყოს, თუმცა შეიძლება ეს არ არის ის გზა, რომელიც თქვენ გინდათ რომ გაიაროთ და გაქვთ მეორე ვარიანტი, რომლისთვისაც აი ესე რაღაც დიდი ხანია რაღაც გეგმებს აწყობთ, ფიქრობთ, რომ აი ეს გზა უნდა აირჩიოთ, გააკეთოთ და მეორე არჩევანს უფრო ესე ვთქვათ, ყურადღებას აქცევთ. ანუ ამ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთის არჩევა მოგიწევთ, რა იქნება უფრო მარტივი სხვის შემოთავაზების და დახმარების ხარჯზე, მარტივად რაღაც საერთოდ სხვა გზით წასვლა, თუ საკუთარი მიზნების და გეგმების განხორციელება ცოტა წვალების ხარჯზე. აი ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია და ამ არჩევანის წინაშე მოგიწევთ დადგომა და გადაწყვეტილების მიღება, ეს იქნება მთავარი ამბები. რაც შეეხება მესამეს შემთხვევაში, აქ რაღაც რაც დაწყებული გაქვთ, გააგრძელეთ, არ შეცვალოთ, თუ რაიმე სახის ცვლილებები მოგინდებათ, არ მიაქციოთ ამ ყველაფერს ყურადღება, იმიტომ რომ დაწყებული რაც გაქვთ, სრულიად იდეალურია, ზუსტია და წარმატებული იქნება იმაზე მეტად მალე, ვიდრე ახლა არის, ამიტომ არ შეწყვიტოთ, არ შეცვალოთ, არ გადაუხვიოთ გზიდან, გააგრძელეთ იქ, სადაც მიდიხართ. ეს წარმატება ნელ-ნელა უფრო მალე და მარტივად მოვა თქვენთან და უფრო დაინახავთ, რა და როგორ უნდა გააგრძელოთ. მიუხედავად იმისა, რომ დროში ცოტა შეიძლება მეტი დაჭერდა ამ ყველაფერს და გაჭიანურდა, ეს ანიშნავს, რომ ვერ მიდიხართ იმ მწვერვალთან, რაც თქვენ გინდოდათ. აუცილებლად მიხვალთ და იმაზე ახლოსაა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. წარმატებული, ბედნიერი და ფერადი დღეები.